რაგაც უცხარი. რას ფიქრობს იცი და შენ რო აღარ მეყოლები მე ესე წამიყვანე თამაბარები ეჩერი ბინა უნდესო თხოვერო მამული მე რო აღარ ვიქნები სოფიკოს პენსიით მოუყვანი მოვლელი ან ვიღაცა რომ არ ვიცი ახლა რომ მიხედონ მეთქი ეს სოფიო ის 35 წლისა ის მთელი ცხოვრება ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული ვერ ხვდება რა ხდება მის გარშემო დღია თუ ღამეა არ იცის როგორ ჟღერს მისი ხმა ვერ ამბობს სადაც ტკივა მაგრამ მას ტკივა ყოველთვის ფეხის ტერფები მთლიანად მოხრილი აქვს 3 ოპერაცია გაიკეთა თუმცა არ უშველა მისთვის სკამზე ჯდომაც კი წამება ყოველი მოძრაობა ტანჯვაა ტკივილია სოფიო უბრალოდ ზის და უმისამართოდ იყურება მასთან ახლოს მხოლოდ ერთი ადამიანია რომელსაც მისი სიტყვების გარეშეც კი ესმის ეს დედამისია თამარი 69 წლისაა 2 ფული შეტევა ოპერაცია ტკივილი ისინი სასწაულს არ ითხოვენ ისინი მხოლოდ ინვალიდის ეტლს ტკივილ გამაყუჩებლებს ტელეფონს და ახალ კარს ითხოვენ რომ მათ პატარა ოთახში სიცივი არ შემოვიდეს ჩვენ ვერ განკურნავთ სოფიოს მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მისი ტკივილი სულ ცოტა მაინც შევამციროთ და მისი ცხოვრება ცოტათი უფრო ადამიანური გავხადოთ